გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა გამოვეხმაურო ცოტნე ივანიშვილის გამოსვლას ქართული ოცნების ახალგაზრდულ რაღაცა ივენტზე და მის გამონათქვამებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ჩვენ ყველა დიალოგზე უნდა გადავიდეთ და ის ძალადობას გმობს, რაც ხალხსახელი მისასალმებელია. აი ამ ყველაფრის გულწრფელობაში რომ არ გვეპარებოდეს, ყველას ეჭვი. ახლო წარსულს და ქართული ოცნების განულ გზას რომ თავი დავანებოთ, თვითონ აი ეს კითხვა-პასუხი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, თავისთავად იწვევს უნდობლობას. მე არ მინდა ხა იმ გოგოს რაღაცა დავაბრალო, მაგრამ რაღაცნაირად აი ეს ყველაფერი ძალიან დადგმული შთაბეჭდილება სტოვებდა. მოდი ჩავთვალოთ ერთი წუთით, რომ ეს გოგო, რომელმაც ეს შეკითხვა დასვა, მართლაც გულწრფელად საუბრობდა, პიარულად კარგად დაწერილ შეკითხვას გავდა აი იმ გარემოსთვის, რომელშიც დაისვა. მაგრამ მე მაინც არ დავაბრალებ ამ გოგოს და ჩავთვალოთ, რომ მოდი მან მართლაც ესე გულწრფელად დასვა ეს შეკითხვა. მაგრამ აი პასუხი, რომელიც ჩვენ ცოტნე ივანიშვილის მხრიდან ვიხილეთ, ეს მაინც და მაინც გულწრფელობას რაღაცნაირად არაჩვენებდა და ეს არაჩვენებდა ამ გულწრფელობას, იმიტომ რომ იქ იყო ერთი პატარა ფრაზა, რომელსაც ხშირად უწოდებენ ხოლმე ესე თქვა keywords და ამ შემთხვევაში გასაღები სიტყვა შეიძლება კარგად ერგებოდეს, იმიტომ რომ ეს ჩემი აზრით მთლიანად ხსნის ცოტნეს გამოსვლას და გვაჩვენებს რეალურ სახეს და мотивაციას ის თუ რა იყო ამ გამოსვლისა და ამ პასუხის უკან და ეს არის ფრაზა სამშობლოს რეალური სიყვარული. იმიტომ რომ ცოტნე თქვა, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, დიალოგები უნდა იყოს, ძალადობას გმობს და მაგრამ თუ ადამიანებს არ აქვთ სამშობლოს რეალური სიყვარული, იმათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ანუ რაღაცა უკან დასახევი გზა დაიტოვა თითქოს, რომ აი, იცი რა არის, მე კი შევთავაზი ამ ხალხს დიალოგი, აი ესე მე როგორც საქართველოს მმართველი ოჯახის წარმომადგენელმა, მაგრამ აი ამ ვიღაცა სამშობლოს არარეალური სიყვარულით გამსჭვალულმა ადამიანებმა ხელოვნური პოლარიზაციის პირობებში, რომელიც ასევე თვითონვე ახსენა, რომ ხელოვნური არისო ეს პოლარიზაციაო, აი ამ ხალხს შევთავაზეთო და მე სამშობლოს რეალური სიყვარული რო არ აქვს და თან რომ ხელოვნური პოლარიზაცია არისო, ამიტომ ესე იგი წიხლი გვიკრესო დიალოგზე და დებატებზეო და სულო რუსები და ქოცები გვეძახესო და აბა ეხა რა იქნაო კახა კალაძეს და შალვა პაპუაშვილს ისინიც იძულებულები იყვნენ, რომ მე აკაცუკები დაეძახათო მასთვის. რაც სხვათა შორის მეორე დღეს თუ მესამე დღესვე მოხდა და ეს ალბათ იმისი ბრალი იყო, რომ ის ხალხი, რომელმაც გამოეხმაურა ცოტნე ივანიშვილის ამ გამოსვლას, მაინც და მაინც დიდი ნდობით არ იყო გამსჭვალული მის მიმართ. იმიტომ რომ შენ თუ შეიძლება ვიღაცას ესე თავხედურად, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თავხედურად დაუწუნო სამშობლოს სიყვარული და მის პატრიოტიზმში და სამშობლოს მიმართ სიყვარულის რეალურობაში შეიტანო ეჭვი, მაშინ ანუ აი ამ მოცემულობით შემოდიხარ ამ დიალოგში, რომ ვიღაცა ვისთანაც შენ შეიძლება დიალოგის გამართვა გინდოდეს, ვიღაცა რომელიც აი ამ პოლიტიკურ პროცესებში არის ჩართული, მას არ აქვს სამშობლოს რეალური სიყვარული. და თენა ამას ამბობ ადამიანებზე, რომელიც 500 დღე არის უკვე დგანან რუსთაველზე, აპროტესტებენ, რომლების მიმართაც მთელი სისტემა არის გამოყენებული. როგორც საკანონმდებლო კანონებს იღებს თქვენი სისტემა იმისთვის, რომ ეს ადამიანები შეავიწროს. აღმასრულებელი ხელისუფლება აღასრულებს გადამეტებით აი ამ კანონებს. და მე აი ამ გადამეტებული აღსრულების პირობებში სთავაზობს ბრალდება სასამართლოს, რომელიც სასამართლო არ მოქმედებს არანაირი სამართლიანობის პრინციპით და არც უდანაშაულობის პრეზუმფციას იცავს, რომელიც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო აპრიორი, როდესაც შედის დარბაზში, ის დარწმუნებს ის წინასწარ განწყობა უნდა ქონდეს სასამართლოს, რომ ადამიანი, რომელიც ზის განსაჯელის სკამზე, არის უდანაშაულო და სახელმწიფო მასთან ტყუის, ვიდრე არ დაამტკიცებს საპირისპიროს. აი ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც მთლიანად მორღვეული არის სასამართლო სისტემაში და სასამართლო მთლიანად არის უბრალოდ აღმასრულებელი ხელისუფლების გამაგრძელებელი, რომელიც უბრალოდ ბეჭედს და ჩაქვის სურტყავს იმაზე თუ რასაც მას მიუტანს პროკურატურა. მთელი პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს აი ამ ხალხის წინააღმდეგ უკვე 500-ზე მეტი დღე არის. მანამდე ჩაერთო ეს პროპაგანდის მანქანები, რომელიც ემსახურება იმას, რომ ამ ხალხს უბრალოდ აკაცუკები კი არ ეძახოს, არამედ რაც კი დედამიწის ზურგზე შეურაცხყოფა არის, ღირსების შემლახველი, ყველანაირი იღვრება აი ამ თქვენი პროპაგანდისტული არხებიდან. მე იქ ჩვენ ხედავთ, რომ ვიღაცამ პროტესტი თუ გამოთქვა, იმას შეიძლება რაღაცა 20 წლის წინანდელი რაღაცა ცეკვა ამოუქე ქონდა, იმაზე დააკისრონ პასუხი
პასუხისმგებლობა არა მარტო ამ ადამიანს, არამედ მთელს მოძრაობას. მაშინ, როდესაც თქვენი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თბილისის მერი ამბობს, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არის პასუხისმგებელი, მაგრამ ვიღაცის 20 წლის წინანდელი ცეკვა შეიძლება მთელი საპროტესტო მოძრაობის პასუხისმგებლობა გახდეს თქვენი სისტემის მხრიდან. თქვენი აი ეს ძალადობაზე დაფუძნებულია ის, რომელიც ძალადობაც დაგმეს სულ რაღაც 10 დღის წინ ჩემო ცოტნე თქვენმა ხელისუფლებამ 9 აპრილზე მიუშვა ის ხალხი, რომელთა კოლეგებიც შენ მანდ გეჯდნენ დარბაზში და თავს დაესხნენ ისინი იქ მყოფ ადამიანებს აგინეს და დაასისხლიანეს ის ადამიანები, რომლებიც იგიდნენ და თავიანთ სამართლიან პროტესტს გამოხატავენ უკვე 500 დღეა და ციხეში ყავთ ჩაყრილი ადამიანები, რომელზეც სრუჩვენებებით არის ეს ხალხი. სასამართლო პირდაპირ იგნორირებას უკეთებს ვიდეო კადრებს და ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ცრუ პოლიციელების ჩვენებას. რეალური სიყვარული მოუწოდე დაუწუნე და მოიძიე მაკეთ მხარეს. მაშინ, როდესაც თქვენი თქმით, საქართველოს ესეთ ორომტრიალში არის, მსოფლიო მორევში არის და ან გადავრჩებით ან არა და მხოლოდ თქვენი ხელისუფლება არის, ესე იგი, თურმე ის, რომელიც გვიცავს იმისგან, რომ ბოლომდე რაღაცაში არ ჩავინთქათ, აი მაგ ხელისუფლების და მამაშენის მიერ თავისი გამოწრთობილი და სანდოკ მოყვანილი კადრები იყვნენ, რომლებიც საბავშვო ბაღებს პარავდნენ ფულს, რომლებიც უფასო სასადილოებს პარავდნენ ფულს, რომლებიც კოლ-ცენტრებს კრიშავდნენ და რომლებიც ჯარს პარავდნენ. და აი ამიტომ მანდ მოიკითხე ძვირფასო ცოტნე რეალური სიყვარული სამშობლოსი. ხოდა დიალოგი თუ გინდა, ძალიან მარტივად მაშინ შემოდი ან შენ ან მამაშენი პოლიტიკურ ასპარეზზე აიღეთ საკუთარ თავზე ეგ პასუხისმგებლობა და რაღაცა სტუდიებში მოწყობილ დებატებზე კი ნუ მიხვალთ, მიბრძანდით ბატონო ეგერ და დაუჯექით. ნუ დაუჯდებით დებატებში ვიღაცეებს, ჟურნალისტებს დაუჯექით ინტერვიუზე, ცოტა კრიტიკულად განწყობილ არხებზე და ხო ამბობთ იმას, რომ ეს ხალხი ყველაფერს იტყუება და ხო ამბობთ, რომ თან ეს ჟურნალისტები დებილები არიან. ხო და დაუჯექით ბატონო და უთხარით რა საცდებიან, რა შეცდებიან და გააგონეთ მაშინ ამ მოტყუებულ ხალხს, ამ აკაცუკებისა და სამშობლოს არარეალური სიყვარულით მოტყუებულ ადამიანებს გააგებინეთ სადაც ყუებენ და უთხარით ეს, მაგრამ მთელი აი ეს ყველაფერი, ეს დიალოგი, აი ეს ესე იგი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები თქვენმა ხელისუფლებამ შეწყვიტა და 14 წლის თავზე არ უნდა გამოდიოდეთ თქვენი მმართველობისა და არ უნდა გვეუბნებოდეთ ამებს, რომ თან მეორე დღეს თქვენი პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და ისევ იმავე ტერმინებს იყენებს, რომელიც შენ დაგმე. და ეხა რანაირად შეიძლება დავიჯეროთ ეს ყველაფერი? თან ამ ყველაფერს გმობ დამდოს გვერდით გიზის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ დარბევებსა და ადამიანების გალახვაში. საქმით დაგვანახეთ. საქმე მან, შენ მან წარმოგაჩინოს შენეო. ამიტომ ჯერ საქმით დაგვანახეთ ეგ. და მე ის რომ მოქალაქე ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც პროტესტშია ჩართული, შეიძლება ქოც და რუს გეძახეს, ეგ შენ არ გაძლევს როგორც ხელისუფალს იმის უფლებას, რომ შენ ადგი და მთელი შენი პროპაგანდისტული მანქანა მიაქციო მაგ ადამიანების გაშავებაზე. და თან აქ მთავარი თემა იცი როგორი რაღაც არის, რომ მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც ძველი ბიჭების აუდიო ჩანაწერებს აქვეყნებს ხოლმე, მას შემდეგ რაც ჩაატარებს ქურდული სამყაროს დაკავების სპეცოპერაციებს, რომელთა სხვათა შორის ესეთი პარპაში, რომ მთელ ყველა ბიზნესში და თურმე მთელი ქალაქები არის მათი კონტროლის ქვეშ 14 წლიანი თქვენი მმართველობის შედეგად და ესე მოხდა, რომ მთელ ქალაქებსა და რეგიონებს აკონტროლებენ თურმე ორგანიზებული დანაშაულის ადამიანები და აი ამათ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის აუდიო ჩანაწერებს რო აქვეყნებს ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტრო, იქ ყველანაირი ინფორმაციული ღირებულების გარეშე ტოვებს იმ ტერმინოლოგიებს, აკაცუკებს იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძველი ბიჭების პირით საკუთარ მოქალაქეებს მიაყენოს შეურაცხყოფა. გაიგე? და ამიტომ ვიღაცა რო ქოც და რუს გეძახის, შენ უნდა გეყოს,
როგორც ხელისუფალს 14 წელიწადია ხელისუფლებაში მყოფ-ძალას იმის პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი, რომ ცოტა სხვანაირად მოეპყრო საკუთარ მოქალაქეებს.